სამშვიდობის ყველას მისადმებით, ბედნიერი შაბათი დაგვიყენოს ღმერთმა. პარაშათ ვაიაკელი. ვაიაკელი ეს არის ის პარაშა, რომელშიც რომ ყოველთვის გაუყოფლად მოდის უმრავლეს წლებში ვაიაკელი და ფეკუდე. ვაიაკელის პარაშა არის მოშე როცა რომ გამჩენიდან დავალებული არის მშენებლობა მიშკანის უდაბნოში, გამჩენის სახლის როგორ უნდა აშენდეს და როგორი გეგმით უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა შეიქმნეს მისი ჭურჭლები და როგორ მატერიალური სახით უნდა გაკეთდეს, რაც უნდა გაკეთდეს, ოქროთის სპილენძით, რკინით თუ ვერცხლით და მოქარგული როგორი მატერიით, აბრაშუმის მატერიებით თუ სხვადასხვანაირი, როგორი ფერებით და რამდენი და სხვადასხვანაირი ჭურჭელი და დასახელება უნდა ყოფილიყო მიშკანში, რითი შეიქმნებოდა თელი წყობა, თელი მიშკანის სამად გაყოფილი მიშკანი, რომელიც რომ შემოსავალი გარეთ ეზო, მერე შიგნით შემოღდიხართ გამჩენის წინაშე და მერე შიგნით და შიგნით, სადაც რომ ბრძანდება მელეხ მალხია მელახი, აკადოშ ბარუხუს არუნი და მისი ლუხოთ აბრითი. ასე რომ სამად გაყოფილი ეს წმინდანი ადგილი და მისი სიხასე, კედუშა, რაც რომ იმ ადგილზე სადგურობდა, როგორ და რაფერ მოდიოდა ეს ყველაფერი, ამის ყველაფრის დავალებები მოდის წინა შაბათებში წავიკითხეთ პარაშეებში. პარაშათ ეცავე, პარაშათ ერუმა, პარაშათ ეცავე და პარაშათ ქითისა. მაგრამ დავალება მოშედან, როდის მოდის ისრაელის შვილს დაუძახებს და თავს შეუყრის და გამჩენის დავალებებს კი გადაცემს და დაალაგებს მათ წინაშე გამჩენის თხოვნას. ეს ყველაფერი მოდის პარაშათ ვაიაკელში, ეს არის დღევანდელი პარაშა. ვაიაკელ, ეს არის ლაშონ კეილა, თავშეყრა ზოგადად ჯამათის და სულ ერთად ყოფნა და ერთ ყოფნაში, ერთ დგომაში მოშეს ქადაგით გამოსვლა და გამჩენის დავალებების გადაცემა ისრაელის შვილზე. მერე მოდის შემდეგში პარაშათ ფეკუდე. თუ ვაიაკელი ბრძანება არის, ბრძანების პარაშა არის, დავალების, კეთების და ბრძანების, როგორ უნდა გაკეთდეს, ფეკუდე მოდის და უკვე გვასწავლის და გვეუბნება, დაინგრეთ გაკეთდა, დაინგრეთ დაარსებდა, ჩამოყალიბდა, აშენდა, მოიქარგა და ყველაფერი როგორ დამზადდა გამჩენის საქმე. პარაშათ ვაიაკელი არის დავალება, პარაშათ ფეკუდე შესრულების უკვე ბოლო ეტაპი, სადაც რომ ყველაფერი სრულდება და მთავრდება. მაშასადამე პარაშა იწყებს ჩვენი პარაშა ამ სიტყვებით. ვაიაკელ მოშე ეთ ქოლყადათ ვერე ისრაელ, თავის შეუყარა მოშენ იმართ ყოველსა ჯამათსა, შვილებსა ისრაელისას, დამოახსენებთ მას, ეუნება მათ ამნაირად, ეს არის იგი საუბრები, რომელიც რომ დამავალა მეუფალმა საქნარად მათთვის. პირველის ყველაფერში და საწყისში, პირველ სიტყვაობით წინასწარი დაგასწრებ და გეტყვითო. შეშეთი ამინ. თეკასე მელახა. უბაიომა შევიყი, ელახემ კოდეშ, შაბათ შაბათონ ლადონაი. 6 დღე კი გაკეთდება ყველა საქმე, მაგრამ დღეს 37-ესა არის ის დახასებული გამჩენისთვის, ქვია მას სახელად შაბათი, მოსვენების დღე გამჩენის წინაშე და ამიტომ ყოველი გამკეთებელი რაიმე საქმისა შაბათ დღესა დაისაჯება. მუდანთებდა ცეცხლსა, შინა ყოველ საცხოვრებელსა თქვენსა, შინა დღესა შაბათისას. ვაიაკელი თავს შეყრა. გადავწერე ჩემს სეფერში ასე. მოშენ მთელი საისრაელო გარია შენებლობის დავალებაში. ჩვენ უკვირდებით რომ პირველი ეტაპი და საწყისი, როცა მოშე მომართავს საისრაელოს, ამ თემასთან დაკავშირებით გამჩენისთვის სახლი უნდა აშენდეს. იქ არის განწყობა,
ბევრნაირად არის განწყობა. თუ ერთი განწყობა არის იმ გაგებით რომ როგორ უნდა მოიტანოთ, მოხვიდეთ ადამიანებო, როგორი სისუფთავით უნდა მოიტანოთ თქვენი მოტანილები. ეს არის პირველი. მეორე მოდის რა უნდა მოიტანოთ და როგორ შეიქმნა ეს სულ ყველას შემოტანილიდან გაერთიანებულად ერთი ხელით, ერთი ძალით შეიქმნა მთელი მიშკანის და ამ ტაძარის შენებლობა. მაგრამ მესამე ეტაპი ეს მოდის უკვე არა მარტო ბრძანება რომ ყველა წილი იყოს შიგნით ჩაყრილი, ყველა ადამიანს ჰქონდეს მოტანილი. დავალების დროსაც სულ ყველა მინდა დესწროთ, მოისმინოთ და მოშეთავს უყრის მატერიალურად, პრაქტიკულად აყენებს ყველას და ეუნება მათ. მოდით, ხლა მოისმინეთ გამჩენის დავალება. მაშასადამე მე მას გულისხმობ რომ თუ სანამდეც რომ მიშკანია შენდებოდა, ან დავიდის დროს და შელომოს დროს აშენდებოდა ბაითი ბეთამიგდაში გამჩენის, მანამდე კი ყველა ერთი ისრაელის შვილიდან გამჩენს მსახურებოდა თავის გაგებით. ყველა ტომი თავის ტომში გამჩენისთვის სამწირველოს აშენებდა და გამჩენს წირავდა. თითო კერძო ადამიანი თავის პირად ოჯახში გარეთ გამჩენისთვის შეწირულობას გაიტანდა. გამჩენისთვის ერთი ცენტრალური ადგილი როცა აშენდა, დეგივევალა თორაში, დებარიმში, მე-12 ფერეგზე გვიწერავს თორა, მხოლოდ იმ ადგილზე, რომელსაც რომ ამოირჩევს უფალი გამჩენი გვერდში შენი, იქ მოხარც უყელანი, სამჯერ წელიწადში თავს შეიკრით, გაერთიანდებით და სუყელანი გაერთიანებულ ძალებით ემსახურებით გამჩენს. არ არის ინდივიდუალი, შენავართ სუყელა ერთი ორგანი, ერთი ტანი, ერთი ერი, მასშტაბურად გაერთიანებულ ძალით ყველა ემსახურებოდით გამჩენს სამჯერ წელიწადში მაინც. მაცხოვრებელი ისრაელის ბოლოში, სამხრეთისკენ, ისრაელის ჩრდილოეთში და ყველა კუთხეში მსოფლიოში, იტალიაში თუ იყო გადასახლებული ვინმე, თუ ცხოვრობდნენ ისპანეთში, საქართველოში, ტუნისიაში, მაროკოში, სულ ყველა წელიწადში სამჯერ ამოდიოდნენ იერუშალაიმისკენ და გამჩენთან გაერთიანდებოდა ყველა ძმები და ერთად ემსახურებოდნენ გამჩენს. არა მარტო ეს რომ ამ ბაითმა მშენებლობამ ფიზიკურად ხალხი დაახლოვა ერთმანეთთან, დაშორებული ძმები ხელახლად შეახვედრა, ოჯახები გაერთიანა, ტომები შეამთელა და 12 ტომიანი ერი ერთ-ერთად გამჩენ ემსახურებოდა ერთი ხმით და სულ ყველა იძახდა შემა ისრაელ ადონაი ელოჰენუ ადონაი ეხად. მოისმინე ისრაელო, უფალი გამჩენი ღმერთი ჩვენი, ის ბრძანდება ღმერთი ერთი მსოფლიოზე. არა მარტო ფიზიკური გაერთიანებით, მეორე გაერთიანებაც იყო. თითო ერთს მოაქონდა თავის ნიფტი, შემოაქონდა შეწირულობა, მოაქონდა მისი კაბეიკი, აწებებდნენ მანათ-მანათზე და ყიდულობდნენ საზოგადო საქმეს, გამჩენის სამსახურს და ეგრეთ ემსახურებოდნენ გაერთიანებულ ძალებით სუყელანი. მაგრამ დავალებაც მასშტაბურად ერთად. ვაიაკელ მოშემ, კეილა გააკეთა მოშემ, შეეძლო მოშეს. როგორც ყველა დიბრეთორა მისი, ყველა მადლი, ყველა დავალება, ჯამათში გამოდიოდა, დამჯალი იყო, დარაშოვდა და ესწრებოდნენ, იცვლებოდა ხალხი, შემოვიდოდა ერთი პარტია, მოისმენენ, სწავლობდნენ, გადიოდნენ, მერე შემოდის მეორე, მესამე, მეოთხე და ეგრეთ სწავლობდნენ მთელი საისრაელო. როგორც ალგებრაკი რუბინში 54%-ზე. აქ კი არა, ამ შენებლობასთან დაკავშირებით სულ ყველას დაუძახა მოშემდა მასშტაბურად, ერთი ხმით, ერთი მოსმენით და ერთი გაგებით გრძნობით ყველას ესაუბრება და ეუნება. ეს არის დავალება გამჩენისაო, ვაიომერ ჰალეჰემ,
რაფერ დაიწერა თორაში სიტყვა ალეჰემ ალეფ ლამედ ეიმემ ბაბძანები რაბები ეს უბრალო სიტყვები არ არის ვიტო თუ დაუგვირდებით გრამატიკულად აქ აკლია იოდი ალეჰემ საერთოდ იწერება ალეფ ლამედი იოდი და მემი მაგრამ აქ დაიწერა ალეფ ლამედ ჰეი მემ ליוד יוד יקליה მაგრამ შემათეუნება გამჩერმა დამავალა ამნაირ სიტყვითაო אמור להם הלכות מלאכה עליהם ראשי תיבות אמור להם הלכות מלאכה כדאית שימת საუბრები დინები კანონები შენებლობის მე არ მინდა რომ ამიშენოთ ამიშენეთ როგორც მე სურს რომ ამიშენოთ გამიკეთეთ როგორც მე დაგავალებთ რომ გააკეთოთ ვაი გააკეთებულს თუ შაბათი ტეხეთ ვაი ნარქნას თუ გამჩეს აწეინეთ ვაი მადლს რომელიც რომ გათქვეფილია ბრალში და ცოდოში თუ მადლი კეთდება მადლად იყოს 100%-იანი ჩამოსხმული ოქრო რომელიც რომ სუფთა მადლი მადლად მეორეთი עליהם רס נשאפס כדי אמור להם מעשה ניסים כדאית שימת רום שנבלו במשכניס אס רץ כתבה אס קולה פריאריס מעשה הניסים ססטאולת ככתבולי רומליץ רום תכר קוני אתרות כנכתת מגרם תיתון כתבה קולה פרי ותו דאו גרדית סיטואס שיגנית רוגור צריה ספר תורשי משה ונבס הישראלוס ששת ימים תעשה מלאכה תעשה צרת יצריה סנדולה שכמה סדרות היצרוס אנ פתחית תעשה נשנס גאקתה תעשה נשנס גאקתדבה בשסדמה תו משה אבל סמת גאקתה בסונדה דהיצרוס ექვსიდღით გააკეთეთ თქვენ ასე არ წერია თორაში თორის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წერტილებს დაბლა ამ ხმოვანობას როგორ კითხულობთ დაწერილს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია შეშეთ იამიმ თეყასე მელახა ექვსიდღით კი საქმე გააკეთდეს წერია არ წერია საქმე გააკეთეთ იმინა გამჩენი არ გვავარებს გააკეთეთ თქვენო თქვენ მარტო ჯერობ ჩვილებო მაგრამ საქმე თვითონ გაკეთდება დავხსნი ამას ყველასთვის ცნობილია სანამ შენებლობას იწყება ადამიანი სახლის შენებლობას ჯერ ხატამენ ხაზამენ ვინც რომ არიან დამგეგმელები ტოხნით აკეთებენ ტოხნით ავიდიან მერე თუ რამეს ფიქრობენ რომ გააკეთონ მაგალითად აკოშკები უნდა პანჯრები სპეციალური გააკეთონ ჯერ შიბლონები აკეთებენ შიბლონის შემდეგ მერე ჩაასხამენ პირდაპირ ხوار დაიწყებენ თუ ოქროა ჩასასხმელი პირდაპირ ხوار დაასხამენ ოქროს თუ არ არის გაკეთებული შიბლონები შიბრონები დიწყებენ, ნახაზებით იწყება, შიბრონებზე გადადიან, მერე შინჯამენ, ეს ყველაფერი კეთდება ხეზე, ფიცარზე, ფანერკებზე, კეთდება მატერიალურად თუ არის, მაგალითად, მატეხეთზე, რკინაზე, სპილენძზე, პირდაპირ ოქროთი ხო არ იწყებენ, მაგრამ დაუკვირდით, სეფერტორაში, პირდაპირ რო დაიწყო ბეცარელ ბენური ბერხურმა, პირდაპირ ოქროს მიადგა. როგორ არის ესე? წესები ხო არ გაუკეთებია? გაშინჯვები, გაზომები, 1, 2, 5, 10, სანამდეც რომ ჩამოყალიბდა სიტუაცია, სანტიმეტრზე, ყველაფერი პირველ გააკეთებულში როგორ დაჭდა. და სეფერტორა გიწერათ, რომ ბეცარელმა გააკეთა ეს ყველაფერი. რაფერ არის ეს? ასე ჩქარა მიდგომა პირდაპირ საქმეზე, ოქროზე, ბრილიანტზე, ჩამოსხმაზე, პირდაპირ გააკეთებაზე. თუ არა რომ აქ გამჩენიდან გამზადებული იყო ბეცანელი და
ზედციური ძალები ეხმარებოდნენ ანგელოზები როგორც წერას მიდრაში ეხმარებოდნენ მიშკანის შენებლობაში თუმცა ადამიანის ხელი გარეთ ჩვენი თვალით უხედავთ ადამიანი კიდევდა აკეთებდა ამსადებდა წიკავდა მიაქონდა ასხამდა მხოლოდ იქ ზეიდან ძალები იყო ყველაფერში როგორც რო შეკითხება გამჩენ გებარაშია მენორა შალდამი შერმავალებ რომ ერთი ნატეხით ოქროთი გავაკეთო შალდამი მენორა როგორ გაკეთდება ეს ეუნება გამჩენი მოშეს შენ რო ჩაკუჩი დაარტყიო და შიგნით უკვე რაც არისო გამზადებული შალდამი შიგნით ჩამოყალიბებულიო რაც ზედმეტია ჩამოშორდებაო და შიგნით ორი გამოგიჩნდება ესე გამჩენი ეს გაჩენილი ქონდა გამზადებული ქონდა და ასე ანგელოზების ხელით კეთდებოდა თელი მიშკანი თელი ეს დელი ტაძარი თუ გინდა შელომოს გაკეთებულიც როგორც არის მიდრაში პირდაპირ არის ფასუგი ვიაბაით ებენ შელემა მასალივნა თელი მშენებლობა სახლის ძლიანი ქვებით შემთერებულად მიდიოდნენ ქვები და შენდებოდნენ ლაგდებოდნენ თავიანთ ადგილებსა და სახლის შენდებოდა როგორ კეთდებოდა ეს ანგელოზების ხელით მაშა სადამე ამას გულისხმობს სწორად გვეუბნება უბზანებს მოშეს საისრაელოს და ეგრეთ მოახსენებს მათ თუმცა შვილებო შეშეთიამიმ თეყასე მელახან ექვსი დღით სასწაულობით საინტერესო გზებით გამჩენიდან ანგელოზების ხელით კეთდება ყველაფერიო თეყასე თვითონ გაკეთდება ის საქმეო დაიტყვი თქვენ თუ მაინც კეთდება ანგელოზებით და თვითონ კეთდება ეს ხო შაბათის ტეხვა აღარ არის ხო შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და შაბათსაც იმუშაოთ თუმცა თქვენ არ აკეთებთ და თვითონ კეთდება მაინც შაბათ დღეს კი ესეც არ გააკეთოთ ამხელა დიდია შაბათი აქედან ისწავლოს ადამიანმა თუ გაკეთებული საქმე რომელიც რომ აღლიდან კეთდება ანგელოზების ხელით და გამჩენის მსალებით და ზეციურობით არის უკვე შექმნილი და ესეც აგზალა თორემ შენი ჩანაფიქრი შენი ჩაფიქრება კეთებაზე გამზადებაზე აგიგზალა თორემ სად გადარჩა შენ რომ ფიზიკურად რამეს აკეთებ შაბათს რო ეს აგზალული არის შენთვის ამიტომ პირველად ყველაფრის სათავეში სანამ გავალებთ შენებლობას გაუთხილდით 6 დღეს საქმე კეთდებოდეს მაგრამ შაბათ დღეს კი ვერაფერს ვერ გააკეთებთ ამიტომ დაწერა თორემ სიტყვები ვაიომერ ალეჰემ ალეჰემ მეთქვი ემორ ლაჰემ მასე ანისინ გადაეცი მათ რომ ეს არის სასწაულობით გაკეთებული მაინც ის სასწაულად გაკეთებულიც ნესით მოსული არნახული თვალით ადამიანის თვალით მხოლოდ რაღაცა ზეითურ ძალებით შექმნილი მაინც არ მინდა შაბათ დღეს კი მაგასაც თქვენ ვერ გააკეთებთ ამიტომ იწყება პარაშა ამ სიტყვებით ვაიაკელ მოშე ეთ ქოლყადად ბენე ისრაელ გამჩენი გულისხმობს და გამჩენი მოახსენებს საისრაელოს შვილებო აი ეს ვისწავლეთ ახლა დასკვნა ჩვენ სიტყვებიდან პირველი ის ვისწავლეთ რომ აქედან დავიწყე შენებლობაში არის გაერთიანება ამ შენებლობით ერთიანდებით ყველანი სამჯერ წელიწადში გინდა თუ არა ყველა კუთხედან მსოფლიოში მოწყდები გამჩენთან მოხვალ გამჩენის პირს ნახავ და ძვერს გავერთიანდები მეორე კი ყველა თავის წვრილი უნდა შემოიტანოს იმოსვლის დროს და გამჩენის პირის ნახვის დროს და მესამე კი დავალებაც როცა გამჩენი ავალებს საისრაელოს ამ შენებლობაზე ესეც მოდის გაერთიანებულად დავალებაც რომელიც ფიზიკური დავალებაა ეს ხო შეიძლებოდა უბრალოდ დალალი ბანაკში გამოცხადება წერვის დაწერა გამოკვრა აფიშების არა სულ ერთად იყავით რატომ სიმბოლურად ეუნება მოშე გამჩენ თქვენთან ერთით ხოვნა ხედავთ როგორც ახლა ყველა ერთად ხართ ეს გამჩენ უნდა რომ ამ ოჯახში რომელიც შენდება გაერთიანდით სულ და სიყვარულობით იყავით გამჩენის წინაშე ეს არის პირველი საკითხი რაც გვასწავლა ამ პარაშამ
მეორე საკითხი რაც გასწავლა პარაშამ, თუმცა ყველაფერი სასწაულად კეთდება, ნესებით კეთდება, თქვენი ხელი იმდენად ნაკლებად გარეულია, ხოლოდ კიდევთ და ის უღებეს წამამდგარია, ხოლოდ ხელს დადებთ და შემდან დალოცვილია, თუმცა ჩაფიქრებული გაქვთ და ანგელოზები გიკეთებენ, შაბათ დღეს კი მიშკანის შენებლობა ის წმინდა საკითხები არაფერი შაბათ არ გაკეთდება, სადღა დარჩა შაბათის სიმტეხველი საერთოდ რამხელა უბედურობაა. აი, ეს ორი რაღაცა ვისწავლეთ ჯერ ამ პარაში დასაწყისიდან. ამასთან დაკავშირებით იმ პირველ ნაწყვეტთან, რაც რომ თქვი, მაგუნდება პაპადან მოსმენილი ბავშვობაში, რაც პაპადან მაგ, ბავშვი ვიყავი, ძალიან პაპასთან ახლოს ვიყავი, ვესწრებოდი მის დარაშევს. სხვადასხვის პაპას ყველა დიბრეთორები, მისი სწავლა, განათლება მოდის უდიდეს ბუმბერას რაბებიდან, საქართველოს დიდ რაბებიდან, რაბი ხახამ ბენსიონე ფერმაშვილიდან, სენაკის საკაის დიდ რაბიდან. მერე რაბი როცა 62 წელში აბზანდა, პაპამ ხშირად დაიწყო, მეტი ხშირად, მაინამდე სიარებოდა, ხოლო მეტი ხშირად დაიწყო სიარული რაბი ხახამ ხაიმ ელიაშვილთან ქუთაისში. დამასთან სწავლობდა და რაბი ხახამ იაკოვ დავარაშვილთან სწავლობდნენ მაგდა ხახამ რეფერი და კიდევ ერთი ორი, რომლებიც პერიოდულად ჩამოდიოდნენ და წერავდნენ, სწავლობდნენ და მაცადინობდნენ ძალიან დიდ და თელი მისი ჩამოწერილები, რაც აქვს პაპას შენახული ქვეყანა ნაწერები, ფურცლები, შეიძლება ითქვას რომ ბევრი ასობით ფურცლები გვაქვს ნახული, თუ არა ათასობით, რაც რომ პაპას შემსებული აქვს რეულები, თავის რაბებიდან მოსმენილი და დაწერილი და სასწაულის საკითხებით, გამჩნევა დღები და წლები გაუძლოს მამაჩემს ამენ და მასთან ერთად ყველა თელ საისრაელოს და ღმერთმა მრავალ წელს და მრავალ ჯამიეს დაგვასწროს პარაშა ჩიკალი, ბედნიერ მამავალ პურიმს, გამჩნევა ქნას რომ ფესახი ბედნიერ დაგვიყენოს გამჩნევა და მრავალ ჯამიეს და მრავალ წელს ამენ. სხვადასხვის ჩვენ ვაპარაკობთ იმ რაბებზე, საქართველოს რაბებზე, რომლებმაც რომ იმ ძველ კომუნისტურ რეჟიმში თორა სწავლობდნენ სიმწვრით. ხო, ამას კიდე ვიტყვი, რამოდენჯერ მაქვს რა თქვა. ბევრი ცუდი ნახეს იმ პერიოდში, კომუნისტურ პერიოდში, საქართველოში. ძალიან დიდი სიბნელე ჩამოწვა ქვეყანაში. ძალიან ცუდი ძალები ჩამოყალიბდა კომუნისტურ პარტიიდან, რომლებიც რომ ხალხს ძებდნენ, არ აძლევდნენ საშუალებას რომ თავის სამსახური გამჩენის შესრულებინა თუ ლოცვები თუ თორა ესწავლა თუ ამაზე დაჭერვები იყო და დახურებები იყო და არა მარტო ჩვენი ებრაელების, საერთოდ რელიგია, ყველა რელიგიას ეს იყო ბერძნები იყვნენ საქართველოს ჩამოსულები, ადგილობრივი ქრისტიანები, თავიანთი ხუდელები, ყველა გაყვანილი ყავდათ და კლავდნენ. საქართველომაც ძალიან ბევრი გაიარა, რო იცოდეთ. ხლა იყვნენ ჩემთან მოსულები ამ დღეებში ორი კარგი ნასწავლი ადამიანი, თავის დოკუმენტებით ყველაფრით დასაბუთებული არის, რომელიც ზუსტად იყო 1938 წელში ხდება ეს ამბავი, ფესახის შემობრძანების დღეს 1938 წელი ივრითულად ჩვენი აღრიცხვით თაფრეშ სადიქხეთ შნათ თარცახ თირცახ შენ სიტყვა თირცახი არის ივრითულად ყოლელობა, კაცის ყოლელობა, ყოლელობის წელს სიმბოლურად მაგ წელიწადი არის, სადაც რომ ნაცისტების რეჟიმი გერმანიაში გაძლიერდა და დაიწყო ჰიტლერმაც 1938 წლის დროში უკვე ძალიან მოძლიერებული იყო და 1939-ში უკვე ძალიან ღმათ დაიწყენდა თავში ეს იყო თარცახი. ზუსტად ის წელიწადი ივრითულად ვლაპარაკობ, იმიტომ ჩვენი კალენდარი, ივრითული კალენდარი 38 წელსაც ეკუთვნის და 39 წელსაც იმ წელიწადში და ასე მოხდა რომ იმ წელიწადში დაიწყო თელი უბედურობა ებრაელობის გერმანიაში. და საქართველოშიც ეს წელიწადი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი წელიწადი ყოფილა, როცა რომ გამოიყვანეს
ცხინვალის 7 თუ 8 რაბი გამოიყვანეს, დაიჭირენ ფესახის შემობრძანების დღეს და 2 კვირის შემდეგ 25 ნისანი თარსახ გაიყვანეს ეს რაბები და დახვრიტენ ეს რაბები. სიმბოლურად კალენდარში გამოვაჩინეთ, ეს იყო პარაშატ კედოშიმი, ესე იგი კედოშიმი რას ნიშნავს? ხასი ხალხი. და ხასები ხასი ხალხის პარაშასაც რომელსაც კითხულობდით იმ შაბათს ჩვენ ჯამაათებში, ჩვენ სალოცავებში, კედოშიმი წაიკითხა ჯამაათმა და თვითონ პარაშატს ყვირის ჟღერს სახელი ხასები, წმინდანები დაკარგა მსოფლიო ცხინვალის უდიდესი დიდი პიროვნება რაბები, რომლებიც იყვნენ დიდი მანათრობლები და იქ სახელებიცაა ჩამოწერილი, ახლა არ მინდა მას შევეყვან თემას, მაგრამ რაღაცა იდეა დაბადებული და შეგვეციოს ღმერთი რომ ჩვენი კარგი ჩანაფიქრები ყველაფერი გახორციელდეს, რომ ჩვენი წასული არ დავივიწყო და ის ჩვენი წმინდა რაბების სახელებიც ჩვენ არ დავკარგოთ. მაშა სადამე რადგანაც ვახსენებდი რაბი იაკობ დავარაშვილი, იმიტომ გამახსენდა ეს. რაბი იაკობ დავარაშვილის ისტორია ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ 18 მეორეში 1924 წელს დაიჭირეს დიდი რაბი ხახამ იაკობ დავარაშვილი პირველად. დოკუმენტებია ეს, მიდამი დოკუმენტები არის კგბ-ს საბუთები დაწერილი, დაბეჭდილი, გადათარგმნილი ლივრითურზე. იქ არის დაწერილი რომ რაბი ბრძანდებოდა მაშინ 18 წლის, იმიტომ უწერავენ გვერდში მუხლი იაკობ ბენ რახამიმ დავარაშვილი, ვინ იყო რა არის რაბინი ცხინვალის ქალაქიდან 18-19 წლის ასაკში. ასე წერია იქ. თუმცა ჩვენი დაანგარიშებით ცოტა არ გამამდის, იმიტომ რომ რაბი ვიცით რომ დაბადებული იყო 1902 წელში. 2 წელში იყო დაბადებული და მაშინ უნდა ყოფილიყო რაბი 22 წლის. ჩემი ანგარიშებით. ხოლო ამას დაზუსტება უნდა ისტორიულად. ახლა მე არ შევალ ეს უკვე არ არის აქ ეთერში გადასაცემი ინფორმაცია. ხოლო ეს ვიცით ფაქტი არის რომ დაიჭირეს რაბი პირველად 18 თებერვალში. გაუგვირდით ახლა ზუსტად რიცხვებია ხო? ახლა დღეები ზუსტად რაც ახლა წერათ ამას ზუსტად 18 თებერვალი 1924 წელი. ესე იგი 98 წლის წინეთ. ლიფრეთი შემოშმონეშანა. მოხდა ეს ამბავი, რაბი ხახამ იაკობი რომ დაიჭირეს პირველად. განთავისუფლეს რაბი, მერე შემდეგში განთავისუფლდა რაბი და მერე კიდე რაბის დაჭერა მოხდა მეორეჯერ. და ეს არის 15 იანვარ 1953 წელში. ეს იყო მეორე დაჭერა. ახლა მეორედ რო დაიჭირენ, ისეთი მუხლი მიადვენ უკვე და მიაწერენ. მათ კანონებით რომ ვერაც იყო იქ მაშინდელ რეჟიმში, ეს იყო დანაშაულობა 52 მუხლით, სეიფ 58, ხოლო მე-10 დარგა, 10 დარგა ნიშნავს ყველაზე მაღალი, რომელსაც დახრეთ და დაუწერეს. და როგორ? ეს იყო გადაწყვეტილება, კომუნისტების გადაწყვეტილება, რაბის უნდა მეეკლათ, რომ სხვები მოკლენ, გადაასახლენ, მაშინ იყო ბევრი რაბები გადაასახლეს, სახელებიცაა ჩამოწერილი ქვეყანა რაბების, ვინ გადასახლდა, ვინ დახვრიტე, ვინ მოკლენ, ვინ გაიყვანენ, ვინ დაწყვენ, ისტორიები ძალიან დიდია, ჩვენ ხალხს ძალიან დიდი ისტორია გვაქვს გავლილი იქ, კიდევ ამბობ მეორე ეს არის კომუნისტების რეჟიმი, არა ქართველების, არ ეხება ეს ქართველებს, იმიტომ ეს ქართველებსაც აქვე სიმწარე, ეს ხრინი, ეს მარორი, ეს უბედურობა, ეს თავდასხმა, სიკვდილიანობა, ხმალი თუ თოფით თუ სისხლის მოკლედ ყველანაირად იმაცაც მიადგენ. ესე იგი ქვეყანა იყო სიბნელში, ლოლეხემ. რაბი ხახამ იაკობი გადარჩა. როგორ გადარჩა? რაბი ხახამ იაკობი ეს არის როცა რომ სტალინი მოკვდა, ძალება მოდის ზეიდან 27-ში, მესამე თვეს, მარტის თვეს 27-ში, 53 წელში. ზეიდან ამის დოკუმენტიც არის, ზეიდან ბრძანება არის მოსულიო, რომ იაკობ დავარაშვილისკენ, რაც რომ არის ბრალდებულობა ყველაფერი, შეაჩერეთ ყველაფერი, არ გაგრძელდეს, სტალინის სიკვდილმა გამოიწვია ეს ამბავი, სტალინი მოკვდა და მეორე დღესვე ბრძანება მოდის მოსკოვიდან, რაც არის, სტალინის დროში გაცემული დავალება, გაყვანა ხალხის დახოცვა, დაბრიდვა, ყველაფერი შეაჩერეთო და ასე გადარჩა რაბი ხახამ იაკობ დავარაშვილი და შეგვჭა ამ ხელა დიდი მანათლობელი რაბი
მე მახსოვს კიდე ერთხელ ნათქვამი მაგეს მე მგონი ეთერში მე მახსოვს ბავშვობაში მისი ფეხები შაბათ-ღამეს პაპიკოსთან რომ ჯივართ და შაბათ ჭამთ ერთად რაბი ხახამი იაკობი ჩვენთან სახლში მოშე აკატანი ესენი ხშირად სტუმრები იყვნენ და მოუყვა პაპას მამაჩემს და დედაჩემს თავის თავგადასავალი როგორ დაიჭირენ როგორ აწამენ ფეხებზე და პაპას ეუნება გინდა რომ ნახო ჩემი ფეხებიო ხო და აწია შარვალი და ტოტი შარვის ტოტი და ნახა რა ვნახეთ ეს არ გამომდის ფალებიდან კაშაებული ფეხები გაბერილი ფეხები ასე სისხლი გონდა ჩხმჟდარი ორივე ფეხში ისე იყო ნაწამები როალე ხე ფეხებზე და წამება ყველაფერი და მაგრამ სიკვდილს რავი გადაურჩა ნუ მოკლედ ისტორია საქართველოს ისტორია და ამ ხელა დიდრაბებიდან პაპას მოსმენილი დარაშები მე მახსოვს ბავშვობაში ვიზმენდი ვიჯექი და გადაკობდა და ლაპარაკობდა და ჩაწერილი ჰქონდა და რაბი ხამი იაკობიდან რაბი ხამ პენსიონერ პრევაშვილიდან ასე კიდე სასწაული დიდრაბებიდან მე ხომ ისე გამჩენმა და პაპას აკასე მოყოლილი ეს კარგად მახსოვს ჯამათს ეკითხება თუ იცითო რატო ამოირჩია გამჩენმაო მაინდამაინც არ მორიაო რატო ამოირჩია გამჩენმა ის ადგილი იერუშალაიმში შუა მთების გულში სადაც რომ აშენდა გამჩენის სახლიო და რაბიდან მააქო რაბი ხახამი იაკობიდან მოსმენილიო და ჯამათს გადაცდა მე ეს მერე შემდეგში რა თქმა უნდა მიდრაში ვნახე პირდაპირ ყველაფერი წერია მიდრაშების სიტყვებია უწინადად ეს ადგილი იყო იებუსისი იებუსი მაგელი ცხოვრობდნენ მაგ ადგილზე და ძალიან დიდარი კაცი ცხოვრობდა მაგ ამ ბეთამიგდაშის ადგილზე სადაც ჩვენი ტაძარი აშენდა შემდეგში პირველი და მეორე უდიდრესი ადამიანი ძალიან შეძლებული ვაილო სონუბა კარყაბადი მუშმახოთ ხამოროთ ვათონოთ მიცა გამჩემა ყველაფერი ვაღაბუდარაბა ძალიან დიდი საქმის კაცი და როცა შვიდობა დაუბარა შვილებს და აბზანდა ქვეყნიდან ნუ როგორც მიღებული არის დახათავოთ ეხა იუბანეხა თორამ დაწერა მამის ადგილი შვილებმა უნდა დაიმკვიდრონ ამიტომ კარგი არის როცა შობელი გამჩემა ყველა კარგად გვამყოფოს ამენ მაგრამ შობელი როცა მიდის ამ ქვეყნიდან ძალიან კარგი არის რომ ისი ნახმარი გაკეთებული მაგალითად ციცი თეფილინი ხმარებაში გააგზერო შვილებმა ძალიან მნიშვნელობა გააჩნია ამას იმის ადგილზე პირველ წელიწად არ დაჯდებიან სალოცავში მაგალითად თუ მისკანზე ოჯახში იმიტომ კაბოდის საკითხი არის და ჩვენი მინაგი არის ქართველებმა არის რომ იმ ადგილს კი ჩვენ ვკრავთ შეკრული არის ადგილი და კაცი არ შევა პირველ წელიწად სალოცავში სადაც რომ აბზანებული იჯდა ხოლო წლის შემდეგ ძალიან დიდი მადლი არის რომ დახათავოთ ეხა იუბანეხა მამის ადგილი რომ შვილმა დაიმკვიდროს ასეა თორაში მიღებული და პირიქით უხარიანე შამას როცა შვილები აგზელებენ იმ ტრადიციებს რომელსაც რომ მამა აკეთებდა და ითეფილინს იდებენ ხმარობენ ნუ არის ზოგიერთები აღარ მოწონთ აღარ არის მოდაში ისეფილი რაღაცა და უკვე მოაქვეს სალოცავში და ხშირად მოდიან ჩემთან ეს მამაჩემის დატოვებულია ბაბუს დატოვებულია რაბიო და მინდა როდესაც ვაჩუქო და მეუნები ჩასო კარგია ძალიან და რატო დაიდებეთ სახში გეკრეს კიდე რიშტავთ ერთეფილინი სტუმარი შემოგივიდა სტუმარი დაადებინე ხდება რომ დაიწყდა და მინდა გეკრეს კიდე ერთი ზაპასი ოჯახში რა მოხდა ციცილის იქონიე ასე ჩქარა ნუ გარიტან სახლიდან ლიფტები ბაბუის დატოვებულებ და თორებ თუ ძველ თორებ თუ ბაბუა და ბებიის საკითხულებს და ნაცრემლარ თორებს რაფერ მიყვარს იცი მოდამჯები ზოგჯერ და მაქს ჩემი სიდური მაქვს თებირა დახოდეში ერთი რომელშიც სულ თავიდან ბოლომდე კიდუში შაბათ კიდუში რო არის დაწინწრულია იმდენი ღვინოა გადავლილი ზეიდან ისე პაპას საკითხული კიდუში თუ ბაბუა შემორდეხის თუ მაქ ეს სიდური და ყველანაირი სიდურები შევცვალე ყიდულობა ხალახალ სიახლოვე შემამაკ მაგრამ მაინც ვერ შევედია იმ თორას რატო იმ სიდურს რატო იცით ბაბუას დაკაებული ხელში ნაცრებლარი კიდუში წაკითხული გულით გამჩენთან თხოვნებით აბაშვილები კარგ გზაზე დამიყენეო ეს ცრემლები და ეს ღვინო და ეს ესე იგი როიწუნწლებოდა ის სანთელი ზეიდან ელოაღამეს აბდალის
შერჩეს მექნეს ხელში იყოს ეს შემთთვის გამახსენებელი რომ რა ხალხი დავკარგეთ ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები და შეველიოთ ლისტებს შევინახოთ ეს ლისტები აი ეს არის ჩვენი ძალა ანტიკვარურები დღესე პასიადებს ყველაფერ პასი აი რო აციშკარა გაგა დრო დადგება დამიჯერე ყველაფერ თავის ჩაფიქრდები იტყვი კაცი დემეტეებინა სახში ქონოდა სახში მაგრამ უკვე გვიანია გავიდა გაიტანე დაიმარხა წავიდა დაიკარგა გაფუჭდა ნუ დაიქიაკა ხალხმა წაიყოლია ვიღაცა ყველაფერ შენახვა უნდა და ყველაფერ მოვლა უნდა რაღაცნაირად რომ მაინც გეკრეს ხელში მშობლებიდან შემორჩენილი რაღაცა ნიფტები კარგი ნიფტები მამამ დაუტევა შვილებს უზარმაზარი ქონება ორი შვილი ყავს ერთი დაქორწინებული რომელიც გამრავლებულია შვილმამავლით ზოგი დაქორწინებულიც არის ზოგი უკვე მოზრდილიც არის უკვე ერთი მეორე რომელიც ჯერ სულშვილიც არ აქვს მოყოლები არაფერი და ამ შვილებმა დაჭრენ და დაიწყნენ ქონების განაწილება განაწილეს ერთი ერთზე რამდენი შენ რამდენი ჩემი ბარუხაშემ შვიდობიანად ლამაზად შვენიერად გაჯობს ამას და საღამოთი უკვე დაცილდნენ ერთმანეთს დაშორდნენ ერთმანეთს და ამათ ამისი წაიყოლია ნუ ეთნი აი იმითი მოვიდა ფაიტონით დაადვა თავის ოქრო ვერცხლი ყველაფერი რაც იყო აწონეს და ყველაფერი ნუ ანგარიში ყველაფრით წესიერად ჩაბარებული ხეშბონით გავიდა გზაზე მეორე კი თავის გზაზე გადაწყვეტენ სახლის გაყიდვაც პაპას ვებერტელა შენებლობები ქონდა და მამას და დედას და ესეც გავყიდოთო და სხვა ნუ მე შემდეგში მაგასაც ვნახავთო პატარა ძმა რომელიც არის უცოლშვილო საღამოს როცა რომ წერს ისვენებს ფიქრობს ვაიმე რა გავაკეთეო რა ვქენიო მეო ძალიან დიდი გასავალი არაფერი არ მაქვს სოლი არ ამღავს ყოველდღე არ მოდიან ჩემთან თხოლით მიყიდე მამეცი წამიყვანე მაგულავე შემძინე მაშონინე რაღაცა კიდე ახალი ნიფტი დუხი ეს ახლა ქვეყანა ოჯახ სოლ შვილი რამდენი ჭირდება შვილები არ ამყავს რომელიც რომ მაწოდიალებენ თუ რაღაცა და მე ამდენი ქონება აუარებელი ქონება ნახევრად რო ავიღეთ და დავიტევე რისთვის მინდა მე ჩემს მას აგერ შვილებით გამრავლებულია აგერ რაღაცა შვილები დასახლებული ყავს აგერ კიდე დასახლებელი ყავს და მას მეტი ჭირდება რატო გავინაწილე ნახევარზე დემეტებინა 1/13 მე და 2/13 მისთვის მეცა ფიქრობს ეს არის შენებს ელიღამე დადგა დაიანგარიშა რამდენიმე გასამატებელი ჩემს მანზე და გადაყოეს ყველაფერი განაწილა და დაადვა ეტელს და გამოდის გზისკენ უნდა წამოვიდეს მის სახლისკენ მეორე ძმაც რომელიც არის აქორწილებული ისიც ვერ ისვენებს იმასაც კი აზრები ებადება შეკითხები მოუდის ვაიმე რა გავაკეთეო პაპა გვავალებდა სიყვარულზეო ძმას მიხედეო შენი პატარა ძმა არისო უპატრონე ცოლი მოაყვაინე აბა ეს არის ადამიანობა რაც გავაკეთეო მე კიდე ცხოვრება შევქენი ზოგი შვილი დაქორწინებული მყავს დასახლებული მყავს მე კარგად ცხოვრობ არაფერი მაკლია იმდენი გასავალი აღარა მაქვს დავაქორწინებ ჯანდაბას კიდე ორი დამჭა დასაქორწინებელი რაღაცას ამან სოლი უნდა მოიყვანოს მე ცოლ შვილი რამდენი ჭირდება შვილები გაუჩნდება მთელი ცხოვრება მის წინაშეა მამაას მოედას ღმერთმა იცის მე ეგრეთ უნდა ემეღო მე უნდა ემეღო ამდენი მე მეცაც მისთვის მეტი წილი ემეღო 1/13 და 2/13 მისთვის დემეტეებინა ესეც ფიქრობს და ამანაც წამოდგა და დაიწყო გადანაწილება და ეწელზე დაძვოდა ფაიტონები ცხენები დარაზმა და გზაზე მოდის ესეც ეს გამოდის სახლიდან ძმას მისცეს მეორე ძმა გამოდის სახლიდან ძმას შეხვდეს შუა გზაში ხვდებიან ერთმანეთს დიდი შარიჟრაჟია ეს არის გამოსული ზუსტად შეხვდნენ რომელ ადგილზე ხვდებიან ერთმანეთს სადაც დღეს არის აშენებული ჩვენი ბეთა-მიგდაში სადაც არის დღეს გოდების კედელი ამ ადგილზე ამ ტერიტორიაში ხვდებიან ერთმანეთს მთები იყო მაშინ და ძმაო საიტზე მიდიხარო ამ დილასაო და შენსკენ მომდივარო შენ საიტზე მოდიხარო და მიდიხარო და მე შენსკენ მომდივარო
აგვაკო, ყველაფერი გამინაწილეთო, ყველაფერი ეკითხება ერთი და მეორეზე უნება. ძალიან კარგად ვიცი რომ გამინაწილეთ, მაგრამ არასწორად არის განაწილებული და მოუყვა. შენ მეტი გეკუთვნისო. მეორე არო, ჩემი გაგებით ნაბაროთ შენ მეტი გეკუთვნისო. შენ წამოიღეო შენთვისო. მე წამოვიღე შენთვისო. ეს სიყვარული. შეეხუტენ ძმებმა ერთმანეთს. დაიწყენ ტირილი. და გაჩესერა პარაკებიან მამა. ჩვენო მამიკო, მამა, რომელმაც დაგბადა. ნუ თუ შენ ხედავ ჩვენ ამბავსაო. ხედავ რა შვილები გაგიზდიაო. ხედავ რა სიყვარულობა არის ჩვენშიო. ჩახუტებულები ერთმანეთზე და გამჩნდა ხმა გამოდის მაღლიდან. დაიგრედა ცხადებს. ჩემო შვილებო ისრაელო. თქვენ რო ააშენებთ ჩემთვის ტაძარს, ააშენებთ ბაიტს, ამ ადგილზე ამიშენეთ. აქ, სადაც სიყვარულობა გამოჩნდა ძმების. სიყვარულობა მინდა. ვაიაკელ მოშე, თავი შეუყარეთ, სულ ყველა ერთად იყავით. შეიძლება დასისკულები ვართ. შენ აქეთ ცხოვრობ, მე აქეთ ვარ. ერთმანეთს ვერ ხედავთ წელიწადი. დღეს ისე ცხოვრება წავიდა ტელეფონშიც ველაპარაკობენ წესიერად. ისე დასაქმებულია ბაჟბატონები, ტელეფონის უნდა აღარცალია ზოგიერთ. ხო ხდება? ცხოვრება წავიდა ეს, ცხოვრება წავიდა ასე. ხოლო ოჯახი მაინც ოჯახია. ძმა მაინც ძმა არის, და მაინც და არის. შენიანი მაინც შენიანია. უმიბსარ ხალთი წალა. იყავით ერთობაში, იყავით სიყვარულობით, იყავით მიკრულები. ჩაიხუტეთ ერთმანეთი, შეიყვარეთ ერთმანეთი, მოიკითხეთ ერთმანეთის ამბავი. სადაც არის სიყვარული, იქ ბრძანდება გამჩენი. გამჩენის ენა არის სიყვარულის ენა. გამჩენ ლაპარაკობს ყველა გაჩენიდან სიყვარულობით, დათმობით, თავდაბლობით, თავის დახრით. გამჩენი არ ბრძანდება ამ პარტავანი. ნუ ვიქნებით ამ პარტავანები, ვიყოთ თავდაბლები, გავუგოთ ერთმანეთს. ამას არის მოშე რაბენუ გულისხმობს სეფერ თორაში და გვასწავლის. ვაიაკელ მოშე, გამჩენს დავალებით. თავი შეუყარას უყველას, შეიყარეთ თავი, იყავით ერთად. თუ რამეს გააკეთეთ, ერთად გააკეთეთ. შემოგაქვთ შეწირულობა, ჩაყარეთ ერთად. შემოიტანეთ ერთი გულით, ერთი სულით, ერთი გაგებით. სადაც რო იქნება ეს ერთობა, გამჩენი ბრძანებს, იქ შვილებო, მეც თქვენთან ვიქნები იცოდეთ. მაგრამ თუ თვითონ ერთი თავის თავზე ფიქრობს და თავის მეგობარზე არ ფიქრობს, ეს უკვე სხვა რაღაცაა. ამიტომ დავალება პირველი არა მარტო შაბათზე არის აქ. ჯერ ვაიაკელ თვითონ ეს თავს შეწრა. სულ ყველას ერთად მოქცევა ტერიტორიაში. როგორც თქვენ ერთად ახართ ეხლა მოშეუნებასა ისრაელოს. სანამ შენებლობა შენდება გამჩენის, ხო ხართ ერთად, შენებლობაც როა შენდება, დარჩით ერთად. გამჩენა უნდა, შენ მომამელეხი მძანებ შილაშილებში. რა წერია იქანა? ყამუდავ ყასაკესეფ, რეპიდათო ზავ, მერქავო არ გამან, მაგრამ ბოლოში რა არის? ბოლო თავარი რა არის? ოხორაცუფ ავა მიბენოთ იერუშალაიმ მოსჭედაინს ზურმუხტებით აშენა ვერცხლით მოფინა ოქროთიო მაგრამ შიგნით ამისი არის მოჭედილი სიყვარულობით ჯამათისა იერუშალაიმისაგანაო ამიტომ დასწერა შელომო სენაურენა ბენოციონ ბამელეხ შელომო ბაყატარა შეყიდერა ლოჰიმო ბიომ ხათუნათო ბიომ სიმხათ ლიბო გამჩენ უხარია როცა რო ჩვენ სულყველანი ერთად ვარ და სიყვარულობა არის ჩამოწოლილი ამიტომ ეს ვისწავლეთ პირველი მეორე ვისწავლეთ რომ თუმცა ყველაფერი სასწაულობით ხდება იცოდეთ სასწაული არსებობს ქვეყანაზე როგორც იშკანში ვაშენდა სასწაულობა იყო აბა რა იყო ეს ყველაფერი გამჩენიდან ანგელოზების ხელით ჩნდებოდა თვითონ კეთდებოდა მზადდებოდა შაბათ იყო შაბათ ჯამაათში თქვი აზრზე რო არა ვართ ის ხდება ნუ ხო არის თორიდან იგრაბი მზადდებოდა მაროკოში მზადდებოდა პესის ხალახში მოგიყევით ჯამაათს ჩემ ჯამაათში ეს თალეთში თქვი ხოლმე მოისმინოს ხალხმაც რაც დიდი რაბი ნათან შვირო ასე ხო სახელად შვირო არის ისრაელში კომპანია რომელიც აკოშკება აკეთებს
ძალიან მაღალ დონეზე. სხვათა შორის ჩვენ დროს ვის აკოშკები, ჩემმა მეგობრებმა იოსკამ ამისთვალოა რომ გააკეთა, ეს შვიროდან კომპანია შვირო მოიყვანა, რომელიც გააკეთა ეს თელი დადგმა სასწაული რაღაცები გააკეთა, ახლა ის ნაკოფია ჩვენთან იცის რაზე ვლაპარაკობ, ყველაფერი მაგათმა გააკეთენ. ძალიან მაღალი დონის გერცელიაში არის და რიშონ-ლე-ციონშია და ხულონში აქვე დიდი ცენტრი შვირო ქვია და მათი დიდი ალბათ, დიდი ბაბუებიდან ვიღაც ან ახლობლებიდანაც სანადესაოდან ბრძანდებოდა დიდი რაბი ნატან შვირო, რომელიც იყო პესის ქალაქის უდიდესი რაბინი. თალმუდისტი, ალაჰის გადამწყვეტი, მოქადაქე, კანონების დამწერი, მრავალი წიგნების გამამშვები, კაბალისტი, ღმა ჩახედილი თორაში, სასწაული პიროვნება. და მას ემსახურებოდა მოსამსახურედ იყო ერთი რაბი იოსეფ ადჰან, ასე ვასახელად, იოსეფ ადჰან, რომელიც ის შამაში იყო. შამაშია წყაროუტანდა, ყავის დაუდგამდა, ხალხი შემოყავდა, თუ რამე იყო მისატანი, მოსატანი, მემსახურებოდა, ყველაფერს საქმეს უკეთებდა რაბის, რაც რაბის სჭირდებოდა. მინიანი იყო მოსახიკი სახში, მინიანი მოყავდა რაბისთან, რომ რაბის ელოცნა კომფორტულად მის ოჯახში. თორის სწავლა იყო, თორემ დაალაგებდა თალმიდებისთვის, გააწყობდა ყველაფერნაირად. მოკლედ, ყველაფერ ხელშეწყობას ეს უკეთებდა რაბის და რაბის ყველანაირად ეხმარებოდა გაჭირებულ ადამიანს. ახლა ეს გაჭირებული კაცი იყო, ძალიან დიდი ცოდნი არ იყო. უბრალო ადამიანი იყო მრევლიდან, ჯამათიდან და რაბი როცა აბრძანდა, თელ ჯამათი ძალიან შეწუხებული იყო, თელი იქაური რაბინები, ვინც იყვნენ თალმუდისტები, ეს ყველას დააკარდა, რა თქმა უნდა, ახლა ცოდნე კაცი, ძალიან დიდი თორის ფოსე კალახოდები და გადამწყვეტი და კაცი, რომელსაც რომ მისი სიტყვა გადიოდა და მისი თქმა იყო, დიდი ნასწავლი კაცი. რა თქმა უნდა, რომ დიდი მანათლობელი დააკარდა ჯამათს. ხოლო თუ დააკარდა ჯამათს, დააკარდა კიდე პირადად კერძოდ ამ საწყალ ადამიანს. იმიტომ ამას ეხმარებოდა რაბი და ყოველთვის თუ რამე ჭირდებოდა უმსებდა. იმიტომ არ ქონდა სხვა შემოსავალი ამ ადამიანს. რაბის და იყო მიკედლებული, რაბის ეხმარებოდა და რაბი თავის ჯიბიდან შემოსავლიდან ეხმარებოდა ყველა გაუნაზღორებდა რაც იყო იქ გასავლები რაღაცები და აქ-იქ ეს კაცი კარგად ცხოვრობდა ნორმალურად. და რაბის გადაცვალება ამას დაიყო ყველაზე მეტად, იმიტომ რაბი რო აბრძანდა უკვე ორ თვეში ფესახი მოდის და მართლა ისე სიტუაცია ქონდა ამ ადამიანს, რომ არაფერი არ აქვს, საწყალს არაფერი და ახნას ფესახს უკლია 4 დღე. ფესახი მოდის, ოჯახი цаრიელი, ბავშვები, პაპა, რას ვიზავ ფესახში? რას ვჭამთ ფესახში? აი ჩვენი ბრალი. ამდენად გვევალება ყველას. ჩვენ სამეზობლოში ვინ რაფერ ცხოვრობს. თუ ხედავ რომ საწყალი არის, მარტო არის ადამიანი, არავინ არ აყავს პატრონი. შეუღეკარები, შეეკითხე. ბაბუა ხორაფერი გჭირდება დახმარება. შენი ოჯახი როგორ არის? ხამეცის გაშინჯვა არის? თუ არ შეუძლია საწყალი მოკუთვა, გაკეთება. შედი შეუღეკარები, ხამეცი მაინც გაუშინჯე, რაღაცა გაუკეთე, ხო იცოდა ჩვენი წესი კანონი, როგორც არის. ფესახში მაგალითად არ აქვს საშუალება რომ ათრიოს ეს პროდუქტები, რაღაცნაირად დაეხმარე ადამიანო. თუ არ აქვს საშუალება რომ იყიდოს თვითონ, რაღაცნაირად დავეხმაროთ რომ ფეხზე დავაყენოთ ოჯახი, რაღაცა ჭამოს ფესახში. ხო იყო დიდი რაბი გზანდებოდა. არ დამაგწდება რაზე ვგავარ, ხოლო დიდი რაბი გზანდებოდა ერთი რაბი იოსეფ ბერ სოლოვეიჩიკ, რაბი ხაიმ იბრისკის მამა გზანდებოდა, მამა. ხო და მასთან მოხდა ეს ამბავი, რომ ერთხელ ფესახი მოდის და კაცი შემოდის რაბისთან და შეკითხვა მააქო. ფესახი შემოგზანების წინა დღეს შეკითხვა მააქო რაბიო. რაფერ გავაკეთო, არ ვიციო, შეიძლებაო კანონითაო, ვისაც ღვინო არა აქვს, ფესახის გამო ჩვენ ხო ტრადიციულად ღვინოს სვამთ, 4 ჭიქა ღვინო უნდა დაილიოს, აუცილებელია. კერძოდ თითო ადამიანმა 4 ჭიქა უნდა შესვას. ვისაც არა აქვს ღვინო, შეიძლება რომ რძეზე ვაკურთხო, გავაკეთო ეს ტრადიცია ღვინისო. რაბი ეუნება რაბანით, მობრძანდი რაბანით, მისოლ. გამოუტანე ამასაო, 2 თვით ჯამაგირი მიეციო. ამ ადამიანსა. გაუგვირდა კაცო რაბანით, მეუღლეს. 2 თვით ჯამაგირი, ხო კი? საშიკი ქონდათ, კუპა ქონდათ, სპეციალური ცედაგის საჯამაათო, რო იქიდან უნაწირებდნენ, მაგრამ ამან შეკითხვა მოვიდა, მოისმინა რაბანით რა ეს ისმენდა რა რაბისთან რო კაცი შემოვიდა, უცბად მოხდა რომ მოკრა გური. ვისაც არა აქვს ღვინო შეუძლია რძეზე რო აკურთხოსო. მოხდა შეკითხვა იყო, მეტი არაბელი ღვინის მაგივრად რძე თუ შეიძლება და
შენ თუ ღვინის საფასურში 4 ჭიგა ღვინო ოჯახში არიან 800 და გამბრალე 4 ჭიგა 800-ზე უნდა იყოს 32 ჭიგა ღვინო ამის სანაცვლოდ შენ 2 თვით ჯამაგირაზე კაცო გაუკვირდა მქარ რაბი მუთხრა კაცი რო გეკითხება რაღაცასო დაუკვირდი შეკითხვას კარგათაო ვინც იმას გეკითხებაო თუ შეიძლება ღვინის მაგივრად ნაცვლად რძეზე ვაკურთხო იმას ასასვენიც არ ექნებაო იმის მაცის ფულიც არ ექნებაო ის უკვე იმას შვილებისთვინაც რამე რო იყიდოს ვაფშე არ ექნებაო თორემ მაგ მოვიდოდა და შვილები უყიდდაო და ამაში დაზოგავდა ფულსაო და ღვინოს აღარ იყიდდაო გასო ხოლო ამნაირ ადამიანი უკვე ხედავ რომ ყველაფერი დანაგოდა ჩვენ უნდა კაცი რო შეკითხვას გაძლევს შენ უნდა შეხვიდეს სიღმეში შეკითხვაში მის აზრში რაუდებს იმ ადამიანს და ნამდვილი სიტუაცია მოიკითხო რომ ყველა არ არის გამბედავი და მომთხოვნი არის ზოგი სიცხვით თავს მოიკლავს არ გავა და არ მოითხოვს რამდენი წონზია რამდენ სახელი აქვს ფულიანის ზოგჯერ კაბიგია უნდა ჩიპეზე და ერიდება და ნუ ერთხელ მოხდა ერთი არ ვიტყვი ნუ ხოლო მოხდა ასეთი რაღაცა და დიდრაბისთან მივიდა ერთი თალვინი ხალხური თალვინი და რაბისეუნება რაბიას დღეში ვარო და ხალხონია რო ფულიანი ვარო და სინამდვილეში ასე დღეში ვარო და მოკლედ რაბი რასეუნება შენო სიგარები კი არ მოხკლავსო ამ პარტავანობა მოხკლავს იცოდეო რო შენ გერიდება ხალხ რომ მიადგეო და მოითხოვო გამჩენმა დაგაწერა ეს ამბავი გამჩენიდან არ აგაკ ხო მიიღე გამჩენდა რადგანაც არ აგაკ რომ იგიშვას დაგადაბლოს თავი დაგადებინოს სტაბლა მოგათხოვინოს სხვიდან და ეს არის შენ თიკუნი ამისთვის მოგიყვანა გამჩენმა შენ ეს გააკეთე და შეიძლება კიდევ შენ საქმე გამოკეთე ცოტა მართლაც გამოკეთა მაგის შემდეგ გამოკეთა სასწაულად რატო ეს იყო თიკუნი გასაკეთებელი ზოგჯერ ადამიანი ამ პარტავანი რო არის გამჩენი ისეთ სიტუაციაში აყენებს რომ ხო ხედავ რომ შენ არ შეგიძლია ხო ხედავ რომ შენ მაინც მოსათხოვნი გაქვს ვიღაცადან და უნდა მიგიყვანო და მათხოვრად გაქციო იმ წუთას არ არის სირცხვილი ბოდიში არ არის სირცხვილი როცა ადამიანი არ აგა მიდი მეგობარი ლაპარაკე შენი სიტუაცია აუსენი ვის რა შეუძლია რაფერად შეუძლია ისე მოგიდგება გვერდში ზოგი სიტყვით ზოგი ჯიბით ზოგი აზრით ზოგი საქმით ზოგი მითითებით დარიგებით მიყვანით სხვასთან მიგზავნით ყველაფერი ხდება ცხოვრებაში ეს არის ჩვენი თიკუნი გამოხდა მე ამ საწყალ ადამიანს უბრუნდები რაბი იოსეფ ვიზას ლაპარაკობთ ადამიანზე არ აქვს საწყალ შემოსავალი არაფერი არ აქვს ოჯახში რა დღეში არის ასე რომ ის მიადგეს მივიდა ერთ დიდარესთან კაი კაცო შენ ხელა რაბისთან იყავიო მოსამსახურეთაო ახლა ის მითხავს ხაპრები რომ მოყვებიო რომ რაბიდან შენ რაღაცა არ გააკო აი ჩვენი ვრალი მეორესთან მივიდა და არაო დარიგებული მაქვს რაც უნდა ყველაფერიო და აღარაფერი დამჩაო მოკლედ ვისთანაც მივიდა ყველა სარიელბირი დააბრუნა და 2 დღე აკლია უკვე 2 დღე ფესახში მომძალებას სახში არაფერი არ აქვს ვაფშე არაფერი არ აქვს ამან გააკეთა ისი წავიდა და წერილი დაწერა მიცვალებული მიწერა წერილი მიცვალებული ბატონო ჩემო რაბი საყვარელო რაბი 25 წელიწადი გასახურებოდი სული და გულით მანათი არ მომითხოვნია მაგრამ შენთან არაფერი მაგდა ყოველთვის ხედავდი პატრონობდი შემიყავი ჩემთვის მამაც დედაც ჩემ ოჯახს აპარნასებდი დღეს იმ ზომაზე მივედით რომ არაფერი არ მაგდა ინზურებული გავხდი რადგანაც რომ ცოცხლებიდან ვეღარ ვნახე ვინმე რომელმაც ნემეხმაროს შენთან მოდივარ მიცვალებულთან და წერილს იწერა აი ჩვენი და დაუწერა წერილი და მოვიდა საფლავზე ხო ესე თქვი ჯამათში ფესახი 2 დღე ჩვენი მინაგით ნისანის თვეში არ გავდივართ საფლავზე ჩვენი მინაგით ქართულმა ჯამათმა იწოდეთ დაწყებული როშხოდეშ ნისანიდან უნდა გიგმავთ 11 თვისთავები არის და საფლავზე გადასვლები არის 30-ები არის არაფერი არ შეიძლება ნისანის თვეში საერთოდ ბოლომდე დაწყებული როშხოდეშიდან როშხოდეშის ჩათვლით ბოლომდე არ გავდივართ საფლავზე ეს არის ჩვენი მინაგი და ასე აშკენაზებშიც რო იწოდეთ აშკენაზური მინაგიც არის და მინაგერიც რაშიც მაგ ნახული ესე იტალიის რაბების მინაგიშიც მაგ ნახული ესე მაგ ახალის ხაგი განაწერავს რომ მინაგი იყო ასეთი და კიდე რამოდენი წერა ვინას ასე რომ ეს ჩვენი მინაგი ტრადიცია არის მიღებული ძალიან ბევრ ადგილებზე მაგრამ
აქეთ ახლა ორიენტალურ სახელმწიფოებში, მაროკო, ალჟირში თუ ასე დადილეზე ეს მინაგი ყველგან არ იყო მიღებული. ზოგადგილზე კი, ჩვენი მინაგი იყო მიღებული, მაგერიც არ გადიოდნენ. ხო, ზოგადგილებზე გადიოდნენ. ალბათ ისეთი კუთხე იყო ფესის ქალაქი, სადაც რომ გადიოდნენ და წავიდა ამან საწყალმა და საფლავზე, რაბის საფლავზე მივიდა, როგორც წესი არის, მიშტა მოყვა, მინიანი ნახა ვიღაცა კადიშიც დააყოლა რაღაცა და ეს კახალდი რაც დაწერა, წერილი მიცვალებულ რომ იწერა, დაადვა ქვას და ზეიდან დაადვა ქვა. სამჯერ ხოვადეთ ქვას და ვამბობთ ენახა ადონაი თამი ისბია ბეცახსაღო ნაფშეხა ვარაგუნებთ სამჯერ და მიცვალებულ ვატყობინეთ რომ ვიყავით მოგიკითხეთ და მივდივართ. ეს არის სიმბოლო, სიმბოლურად ვითა მაცებას ვთქვი, მაცებას. ქვა არის ვითა მაცება, კიდე ქვა დადებული, ესე ქვის დადება მიცვალებულზე იმას ნიშნავს რომ შენახული ხარ. ჩვენ მოვდივართ აქ, ვიმყოფებით აქ და ხედავთ, აი ჩვენ ვიყავით აქ, უპატრონოთ არ ახარ. ეს არის სიმბოლურად რო იცოდეთ. ხოლო მაგის დადების დროს კი უყვებით მოსაყოლე, ფასუხია მოსაყოლი და მოყვა ამან ეს ყველაფერი, დადვა ეს წერილი და წავიდა. ერთი დღით ადრე, ესე იგი, ხვალთუარი ფესახში მოგზადება დღეს, მაგალითად, რაბიშვილიც საფლავზე გავიდა, მამის საფლავზე, მაინცო კადიშვეტყიო რაღაცასაო და დაინახა წერილი წერია. ვიღაცა დადება რაღაცა კახალდი. გადაშარა წერილი, რა წერია შიგნით, ბატონო ჩემო რაბი, 25 წელი გემსახურებოდი. მოკლედ, სიყვარულობა ჩვენში უდიდესი, მამაც იყავით ჩემთვის, დედაც იყავით ჩემთვის, ყველაფერი წერია წერილში. მივედით იმ ზომაზე საჭმელი არ აქვს, სახში წყალი არ აქვს, არაფერი არ აქვს, სახელმწიფო გვედეება, შემოსავალი გამშრალია, მივადექი ერთ სახელმწიფოების მიადგავის, მოადგა ყველა მოარი მითხრა, სხვა გზა არ აქვს, ცოცხლება ვერ დემეხმარა, შენთან მოვედი. დემეხმარე ჩქარა, თორა უძახით ვიღუპებითო. საერთოდ მან წერილი ამ შვილმა? ვაიმეო, როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა უგაცო? ალახაში წერია თორაში რო იცოდეს ყველა, მიცვალებული ადამიანმა რო გახადო რაღაცა ძალად, არსებად, ძალად, რომ მაგას გააჩნია რაღაცა ძალა და შენ მიხვიდე და ილოცო და მიცვალებულთან ილოცო მამეცი, დემეხმარე, ამას ვქია თორაში ვიდორე შელაბეთი, ეს ძალიან დიდ სოდოა, რო იცოდეთ. რომინდიან ცადიგების საფლავებზე რას ნიშნავს ეს? ჩვენ ცადიგს ვთხოვთ, რომ გამჩენთან დადგეს წმინდა სულის პატრონმა და გამჩენს თხოვოს, რომ ჩვენ ეს სიკეთე მოგწეს. ესე იგი, რომ წადგეს ჩვენთვის კაი თქმელად, ლოცველად, ჩვენი საქმის მიმტანად, უფალთან, თუ არა გვაქვს ჩვენ პირდაპირი გზა, რომ შუაში მედიატორებით რო გახდეს ეს ცადიკი, შუათანა, მაშუალა მედიატორი, რომ მიიტანოს ჩვენი საქმე გამჩენდა და ჩვენზე ილოცოს. აი ეს არის. თორა შენ რო მიცვალებულ თხოვ, შენ დემეხმარე, შენ მამეცი ცივანცემი ის თვითონ დავისწავლე უშველა. შენ როგორ გიშვეს? ძალიან ეტკინა ამ რაბის ესე და კარგი, ეს წერილი ჩაიდვა ჯიბეში, ფესახის თავი გაიდრე მოდის და მეო, როცა ვნახამო მაგ ადამიანსაო, შევხვდები მაგას როგორ სიტყვასაო და მართლაც დარაში ჩაატარა დიდარაში ფესახის თავი გაიდრეს, როგორც იციან მაგათმა იქ დარაშობენ მაფტირები, რაც არის მაფტირი, ფესახის მაფტირი, ფარაშამას დარაშობენ და დარაში შემდეგ მეეწონა ძალიან ხალხს ეს ლიბრეტორა და მათ შორის იოსების იჭდა წინ, იოსებ დანი. რაბის მოპირდაპირეთ იჭდა დარაში სვენდა და რაბი ყოჩა რაბიო ძალიან მაგარი ლიბრეტორაო და ამან ეს რომ თქვა რაბის ყოჩა რაბიო და მაგარი ლიბრეტორა, რაბის გაასწრდა იწერები და შენ და სიტყვა მაქვს, მაგრამ ხალხში ვერ იტყვი, არ გეწყინოსო და სალაპარაკო მაქვს შენთანავ. რაზე რაბი ხოშიდობა არისო და ხალხში ვერ გეტყვიო და მე ვერ ვილაპარაკოთო. თუ რამე დავაშავე რაბი მითხარიო. ახლა ამან ნახარ რო რაბის სახი იზელაპარაკო და რაღაცა დაშაებულია ეს კაცი და თუ რამე დავაშავე რაბი მითხარიო და შიდა გამოვასწორო, დამთავრებული ამბავი არის. ქვიო რაზე ლაპარაკიო და ესე უნება რაბი უნება ამას. დიდი წოდога გაკეთებული წოდება. შენ მიცვალებული მიმართეო? წერილი მიწერეო? და მიცვალებულიო? გახატეობით ამ იმ არსებად თუ ძალად, რომაც გააჩნია რაღაცა ძალა და შენ მოგცეს, მეგეხმაროს, გამოგიგზავნოს, გიპატრონოს, ვერ გავიგე, მაგ მიცვალებული ზვლებიო, ხმერთა ხوار გადაგიქცევიაო. ეს რა არისო? შეგეძლოთ ეგეწერა, თქო რომ გამჩენთან ილოსო ჩემზე, მაგრამ პირდაპირ თქო რა არის მაგიო. ამ კაცმა შეაჩერა რა ვიდეონება. დაუშვა და შეცდიო. დაუშვათ. ეს ხო იციო, ჩემი შეცდომაო, არ ცოდნა, არ ცოდვა. არ ვიცოდი და შეცდიო. მაგრამ
იმას მეტყვი შენეო რომ მიცვალებულმა არ მომხედაო? თუ შეცდიო რატომ მომხედა მამა შენმა? თუ მომხედაო? მამა შენო? მამა ჩემო მომხედაო? კიო, მე მწამს რომ მამა შენმა მომხედაო. აფერ მომხედაო მამა ჩემო და თურმე მარაკოელები ეს კუთხე ადგილი მათ ქონია მინაგი მაგენი ფესახის ღამეს ყველა სტოლზე დებენ კეღარა რო არის ოდნოსი და იქ მაცაი და ყრინი იდება ხრახუში და ძმარი და ეს ხო არის ჩვენ ტრადიცია რაფერაც ვიცით ყველა ფთა შემწვარი და ასეთი იციან დადება ბორონაში თუ რაღაცა ქვია ნუ ეს არის როგორც წმარდივით ჩვენში რო იყო რაღაც ასეთი ამას დებენ მაგენი აქვე ასეთი მინაგი ტრადიცია თურმე ამისთვის ესენი მაროკოელები იკლამენ თავ გადიან ყიდულობენ ეძებენ დიდი ამბავი და როგორც ჩვენ ახლა მაგალითად თქვი ჩვენ არ ახლა მაგალითად ღომი ფესახში რომელი ქართული ოჯახი არის სადაც ღომი არ იჭმება თქვი ედნიანად დოლათიანად კაცო ყველა ეს ფესახი მოგზადდება თუ არა აბა ჩხარა ჭადი მკვირი ხო იცით რა ჩხარა იწყებენ ამისებნას რატო ვინ ჩამოიტანა სიდანარი ქაშრუთი იტალიური არის აკაური არის ქფარიონაში განზადებული თუ სად არის რაბი გვეჭმება არ გვეჭმა ხელადილი შეკითხვები რო არქნას ვერტმა და უცბად გამოილი არ არის ხო წავედი დიდი ამბავი და ვინც მოიტანს ჩქარა მეშოკებით რო დაღაროს 100 მეშოკი და 500 მეშოკი ყველაფერი გაქრება როგორც არაფერი გამოდის ეს კაცი იოსეფი საფლავიდან გამოსული გზაზე როცა იარება შემოხდება ერთი არაბი შალომ შალომ სალამით სალმება გაიარჯოს შენ არ ახარო იოსეფიო დიდი რაბის მოსამსახურე რო იყავიო კიო მე ვარო აბაო შენზე უკეთე ჭიშმარიტ კაც ვერ ვნახა მეო რა გინდა მითხარიო და ბალახი რო არისო წიწვარდივით ნუ რასაც უზახიან ბორონაში თუ რაღაც უზახიან მაგენი რო ვერიშონესო მე მაქო ჩამოტანილიო კაცმა არიცისო დიდი რაოდენობით ვაგონებიო და შენზე ჭიშმარიტი მიქნებაო რაბი გენდობოდა შენო და ვერ გენდობიო გამიყიდეოდა ნახევარი შევართო მოგებაშიო ნახევარზე რამდენად გავყიდეოდა ფასი იქნება ასდასო კი ბატონო დადექიო აქანაო ბაზარშიო დავიწყებ ახლა მე მოტანასაო და პირველი კონტეინერი ახლა მოგივაო მეორე ხელად პირველი დაიცრება მეორე მესამე მეოთხე მოვალ ესე იგი ორი დღე და ღამე ბაზარში რო სახში არ წასულან ოჩერედობით სოლი ქმარი შვილი ყველა ყიდიან და ყიდიან ხო გავარდა ხმა ბიჭო ბორონაში აქ ამას იოსეფადან ჩამოტანილი ქვეყანა ხალხი ესევა ფასი დაადვა სამანად ნახევარი ყიდულობენ კონტეინერი დამთავრდა მეორე მესამე მეხუთე მეათე 20 იამბავი მიდის ყიდვა და ყიდვა ფული მოდის და ტომრებით ფული იზრდება არაბი მოდის ფესახის შემოძარების დღეა უკვე დილა და უკვე მადლობა გქონდეთ ყველა თავის საქმეზე მიდის უკვე დამთავრდა ყიდვები ყველაფერი ყველა მიყიდა ყველა სოფლებიდან ქალაქებიდან ახლომახლოდან ყველა ჩამოდის გავარდა ხმა ერთმანეთს ეუბნებიან ბიჭო აგეთი ყიდება მაგ იშონებაო და ბიზნესმენები ჩამოსულან მეორე ქალაქიდან წავღიათ დიდი რაოდენობა მოკლედ აუ დიდი ფული გაქრა ეყარაბი არ ჩანს დიდი საათებია 67 წელიწადია კაცი იოსები და ეყარაბი არ ჩანს ბიჭო ვირიც დაუტევა ეკონებაც დაუტევა ქვეყანა მეშოკებია განსაკუთრებით 15 მეშოკი გატენილია ფულით 15 მეშოკი რაკრას არის ის ხლამკას ფული ეგუდეს უნდა გავინაწილოთ ნახევარზე არ ჩანს ეგაცი ევირი ყვირის საჭმელაჭმელს წყალუდელს ყველაფერი წაიყვანა სახში უპატრონა ახლა შენეო რაბიო ხა გადამიწყვიდეო რა გავაკეთო არაბიო არ ჩანს მაგრამ ძალიან კარგად იცის მე ვინ ვარო აგერ შეხვდა გზაზე და შენახარო იოსები რაბის მოსამსახურეო კიო რატომ მაინცო საფლავიდან გამოსული ვიყავიო და შემეკითხა არაბმა კაცმა შენ თუ ხარ რაბის მოსამსახურეო შენ თუ გონია შემთხვევა არისო მე არ მგონია რომ შემთხვევა არის ესეო რაღაცა ხდება აქანაო მამა შენი სული ჩერიაო და იამბავი რაღაცა მოხდა აქანაო ჩვენ კაცმა ხლა ამ რაბიმაც მოისმინა ესე კაბელებით არის საინტერესო არის ჯერერთიო მართლა სიმართლე არის საინტერესო არის ჩემთვისო და მეორეო რასაპირება ფულით რო გააკეთო და არისო იმ კაცს ეკუთვნისო ნახევარი და მელოდებიო ვინახავდა ფულსა შეჯერობით სეივში გვაგო შენახულიო და უთხრა ყველაფერი კანალად კაშოთ
მართლაც იმღამეს მამა მოუდის სიზვარში რაბის ასე მოუდის ამასაც იოსებსაც დაეულება ის არაბი კაცი არ იყო ის იყო ელიავანაბიო როგორც არის გემარაში რომ ზოგჯერ არაბის ფორმით მოდიოდა რაბირთანაო ჩამოუშვით შენთანავ შენი როსვამ აატირათ თენმა შენმა წერიმაო თელი მაღლაურობა თელი სამყარო და მედამდე კი გამშენდა მილოცეო შენთვისო და გამოგზანესო გადაწყვეტენ ელიავანაბი გემეგზანა ჩქარაო შენთვის რომ დახმარება გეწიო ესე იგი არ ცუდნა არ ცოდვა ამას შეცდა ყველა ზღლა საწყალმა წერილი დაწერა ყველა ხო არ არის რაბი ყველა ხო არ არის მცოდნე ყველა ხო არ უსყდება თავი სწავლით არის ის ამდენი უნდა მიმართოს მიცვალებურო დადეგი გამჩენთან ჩემზე ილოცე თუ დედე ხმარა და პირდაპირ ლაპარაკება ხო ვიცით საფლავებზეა განა ისრაელში რაბი შიმონ ბარუხაი საფლავი არა მე ბალანე საფლავი ყველა ლოცვილობს ამნაირად დადეგი გამჩენთან და ილოცე ჩემზეო ზოგი ცდება ხო ცდება მე მეხმარე ჩემ შვილ დახმარება გამოცდებში მეორე შვილი ჩემ შვილი ქალიშვილი შვილები არ აღავს მამიცა შუალება მესამე გაუხსენი ბედი ჩემ შვილებს ისე ახსენები ჩვენს ბედის არამე შემობაროხელი ან სხვა ხოლო მოდის ხალხი და ლოცვილობს გული და სულით როცა ადამიანი გულით რამეს აკეთებ გამჩენ ღიურობს ამას ეუნება აკადოშ ბარუხო საისრაელოს ამას ეუნება მოშე მა ომერ ლაემ ემორ ლაემ ვაიომერ ალეჰემ რა ისოდა გადაეცი მათო ეს ყველაფერაც კეთდება ყველაფერი სასწაულებით კეთდება ისოდეთო ადამიანებო ჩვენც ვიცოდეთ ჩვენი ცხოვრებაც არსებობაც სასწაულობა არის ყველას ყველა თითო ერთმა გადახედოს კერძო თავის თავს საქმე რო დაიწყეთ გეგონათ რომ მიხვიდოთ სადაც მეყვედით ფეხზე რო დგახართ რამდენი არის რომ ბერმა გამოულოცა იქიმება ცხოვრება და იმედი აღარ მიცა მაგრამ ერთი რამე იცოდეთ ერთი ბრძანდება მელეხმარხია მელახიმა კადოშ ბარუხო ვინც რომ ბრძანდება ძალის მამცემი ანუ თენდა იაყეს ქოახ ლენ ოცმა ონიმიაბე მადლობა გამჩენ ღმერთს ჩვენ დავლოცავთ ყველა ადამიანი ლოცავთ მე არ ვამბობ არასოდეს ჩემი ლოცვა ჭრის მე რა ვიცი მართლა გული და სულით ვაკეთებთ ბარუხ ჰაშემ ვინც უნდა მოვიდეს ჩემთან მეგობრები მყავს ყველა სორტის ყველა მხრიდან ლიტაიმ ხასიდიმ ნასწავლები უსწავლელები ებრაელი არაებრაელი ჩემთვის ყველა ადამიანია რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ვინ მოდის და ჩვენ ყველას ლოცავთ სული და გული და ღმერთმა ყველას გამარჯვება მოგცეს და აცლახა ხოლო ერთი რამ იცოდეთ ზანდება ერთი გამჩენი ღმერთი მაღლიდან რომელიც უყაზებს ყველაფერს სიკეთეს ის ზანდება ამენის დამცემი სიკეთის მამცემი დოლათის და ფარნასის მომატებელი ჩვენი ცხოვრების გამკაფავი ჩვენ შვილმამავლის ფეხზე დამყენებელი და როცა ჩვენ დაბნეულები ვართ რომ მიმართავთ გამჩენს ორი სიტყვით დავეთქვით რომ ღმერთო ყონის ბატონო გაგვიხსენი თვალები ჩვენი გვანახე შუქი ნამდვილი რა გზას დავადგეთ პირდაპირ რომ მიმართავთ გამჩენ იცოდეთ რომ თქვენი ლოცვა მიღებულია გამჩენ არ უყარს დიდგულები გამჩენ უყარს თავდაბარი ადამიანები რომლებიც თავიანთ თავს პატარება თვლიან და ბევრიც რომ იცოდეს კიდე სწავლობ კიდე ღებულობ ბევრიც რო კონდეს თუ გინდა არ კონდეს ჩემი არ არის გამჩენის მოცემულია ასე ჩავფიქრე ადამიანი უნდა ვიფიქროთ ვიდრე მართლა ვინც უყურებს ცხოვრებას გაქვს თუ არა გაქვს ყველაფერი იმის ხელშია იმის გამჩენის ხელში არის რა ვართ ადამიანი ჩვენ თუ არ ვიქნებით ეკითხები რა არის შენი ქონება შენ თუ კარგად არ აყარ ადამიანი და რამდენი არის უმდიდრესია ქონებით და გამჩეთ ხოლოს ყველაფერზე ხელა ვიღებ თელ ქონებას მოგცემ ჩაგაბარებ ერთი ჯანმრთელობა დამეგობრებო ეკითხებით რა მოდი ჭკვიანები ვიყოთ და ხო ხედავთ რომ ყველა მის ხელში ვართ შენ ბრძანდები გამჩენი ჩვენი და შემნახავი ჩვენი და გადაგვაფარე უფალო ღმერთო შვიდობის კალთა მსოფლიოს და ქენი შვიდობა ბარეთს შვიდობა გარეთ შვიდობა ერებში საერთოდ და ღმერთმა ქნას რომ არი და ადრე მოგვიბრძანდეს გოელ ცედეკი მაშიახი და უბალეთ სიონ გოელ ხენი ირაცონ ვენომარ ამენ